განვიხილოთ მოტივთა დროითი და არადროითი კავშირები, მიმართებები. ეკვივალენტობის მიმართება ერთმანეთს უპირისპირებს ერთი მხრივ ნარატიულ თანმიმდევრობას და მეორე მხრივ არადროით მიმართებებს. ეკვივალენტობა ავლენს იმ ელემენტთა ერთგვარ სივრცულ კავშირებს, რომლებიც მოთხრობილი ტექსტის ერთმანეთისგან დაშორებულ ნაწილებშია წარმოდგენილი. ანუ ნაწარმოების დასაწყისსა და დასასრულს აღწერილი ამბები, მოვლენები შეიძლება ეკვივალენტური იყოს და ასეც არის უმრავლეს შემთხვევებში. ამიტომ ამბობენ, რომ ეკვივალენტობა უპირისპირდება მოტივთა დროითსა და მიზეზშედეგობრივ მიმართებებს. გამოყოფენ თემატურსა და ფორმალურ ეკვივალენტობებს. თემატური ეკვივალენტობა ემყარება გარკვეულ თვისებას, რომელიც აერთიანებს ტექსტის ორ ან მეტ ელემენტს. თემატური ეკვივალენტობები წარმოადგენს ეკვივალენტობის პირველად ფორმას, ხოლო ფორმალური მეორადს. განვიხილოთ თემატური ეკვივალენტობები. ისინი იყოფა პერსონაჟების, სიტუაციებისა და მოქმედებების ეკვივალენტობად. პერსონაჟების რთული ეკვივალენტობა შეინიშნება მაგალითად მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნებში. მიუხედავად ორი პერსონაჟის, თეიმურაზისა და ჯაყოს განსხვავებულობისა, რომანში თავს იჩენს მათი ცხოვრების, მათი მისწრაფებების გარკვეული მსგავსება. ორივესთვის ძვირფასია ნაშინდარის მამული და მარკო. ჯაყო რომანში კარიკატურულ თეიმურაზად იქცევა, ესეც ეკვივალენტობის გამოხატულებაა. ის ჩაიცვამს ხევისთავების ტანსაცმელს, აისხამს მათ საგვარეულო იარაღს, დაეპატრონება ნაშინდარს და ხელთიგდებს მარკოს. ჯაყოსა და თეიმურაზის სოციალური მდგომარეობა თავდაპირველად ურთიერთსაპირისპიროა, მაგრამ მწერალი გარკვეულწილად ხაზს უსვამს იმას, რომ ცხოვრების გარკვეულ პერიოდში მათი ცხოვრებისეული მოვლენები ერთნაირი იყო. მიხეილ ჯავახიშვილი წერს, ორივენი მიდიოდნენ და იგონებდნენ წარსულ დროებას, ერთად შეზრდას, ყრმობას, სოფლურ გასართობს, თევზაობას, ფრინველზე ნადირობას, უდარდელ წარსულსა და ბედის ცვალებადობას. ნიშანდობლივია ისიც, რომ თეიმურაზი მიაწერს ჯაყოს საკუთარ თვისებებს, კეთილშობილებას, უანგარობას, სიკეთეს. მაგრამ ეს ორი პერსონაჟი, რა თქმა უნდა, იგივეობრივი არ არის, მათი იგივეობრიობის შემთხვევაში ვერ ვისაუბრებდით ეკვივალენტურობის შესახებ. თუ ჯაყოსთვის მთავარია მასა და თეიმურას შორის განსხვავების მოსპობა, უფრო მაღალი სოციალური მდგომარეობის დაკავების გზით, თეიმურაზი ამ განსხვავებას აუქმებს, უпростоრად მის ცხოვრებაში ხდება ასეთი, მისი ცხოვრება ასე მიემართება, რომ ის სულ უფრო დაბლა ეშვება სოციალურ კიბეზე და ბოლოს დახლიდარადაც დაუდგება ჯაყოს. პერსონაჟთა ეკვივალენტობა შეინიშნება მაგალითად ვეფხისტყაოსანშიც, რომლის სამი გმირი, წარიელი, ავთანდილი და ფრიდონი ერთმანეთს გვანან გარკვეული თვისებებით, მაგრამ განსხვავდებიან კიდეც ერთმანეთისგან, ანუ იგივეობრივნი არ არიან და ეს განსხვავებები
მკაფიოდ ვლინდება როგორც რომანის მთელ რიგ პასაჟებში, ასევე განსაკუთრებით მკაფიოდ ქაჯეთის ციხის იერიშის წინ მათ მიერ შემუშავებულ გეგმებში. ეკვივალენტურია ამ პოემაში ქალი პერსონაჟების სახეებიც. სიტუაციებისა და მოქმედებების ეკვივალენტობა იყოფა იზოპერსონალურ, ანუ ერთსა და იმავე პერსონაჟთან დაკავშირებულ და ჰეტეროპერსონალურ, ესე იგი სხვადასხვა პერსონაჟთან დაკავშირებულ ეკვივალენტობებად. განვიხილოთ ისინი.